თუ თქვენი ძრავი ბევრს წვავს, ნელი ან გაზარმაცებულია, ნუ იჩქარებთ და ძრავს ნუ დააბრალებთ. საუბარი გვაქვს MAP ან MAP სენსორზე და ჟანგბადის ლამბდა სენსორზე. ისინი ძრავისთვის თვალები და ფილტვებია. ჩვენთან საქართველოში MAP და MAP სენსორებს ხშირად ეძახიან ბოზდუხამერს. მანქანას ზოგადად უყენია ან MAP სენსორი ან MAP სენსორი, რომელთა ფუნქციები თითქმის იდენტურია და ისინი ძრავს ეუბნებიან თუ რამდენი ჰაერი შედის მასში, რომ საწვავის სწორი თანაფარდობით შეაზავოს. დროთა განმავლობაში ისინი ჭუჭყიანდება და იწყებენ ძრავისთვის არასწორი ან არაზუსტი ინფორმაციის მიწოდებას. შედეგად კი ვიღებთ ცურცვას და გაზარმაცებულ გაზს და აჩქარებას. საბედნიეროდ მათი გაწმენდა ძალიან ადვილია. პირველ რიგში უნდა გამოვაერთოთ სენსორი და ფრთხილად მოხსნათ. საწმენდად გამოიყენება MAP საწმენდი, არანაირი ალტერნატივის გამოყენება არაა რეკომენდირებული. ნუ შეეხებით ელექტრონულ კომპონენტებს ან კაბელებს, ერთი ნაკაცრი და ახალ სენსორს ყიდულობთ. დაელოდეთ გაშრობას და შეგიძლიათ უკან დააყენოთ. გაწმინდეთ წელიწადში ერთხელ და თქვენი ძრავის, საფულე და ფეხი მადლობას გეტყვით. დასაწყისში ასევე ვახსენეთ ლამბდა იგივე ჟანგბადის სენსორი. ამ სენსორზე და MAP სენსორების ურთიერთობაზე შემდეგ ვიდეოში ვისაუბრებთ. გამოიწერე არხი და მიიღე მეტი სასარგებლო ინფორმაცია და რჩევები.